წლების განმავლობაში ბრიუსელში მიყვებიან სტრატეგიას, რომელსაც არც გამარჯვება მოაქვს და არც მშვიდობა. ისინი უკრაინაში გზავნიან იარაღს, ფულს და კიდევ უფრო სახიფათო დაპირებებს. და ეს ყველაფერი იმ დროს ხდება, როცა რიგითი ევროპელები სულ უფრო მაღალ ეკონომიკურ გადასახადებს იხდიან. ჩვენ პატრიოტები ვამბობთ, ევროპელებს გვჭირდება მოლაპარაკებები, ევროპას სჭირდება მშვიდობა. თითოეული ევროპელი ლიდერის უპირველესი მოვალეობა ამ ომის შეჩერება და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა უნდა იყოს. ევროპას არ სჭირდება მეტი ბიუროკრატი, ევროპას სჭირდება მეტი ქარხანა, მეტი მეწარმე და მეტი თავისუფლება. დღეს ბრიუსელი კლავს ევროპულ ბიზნეს სანქციებით, ბიუროკრატიით, ჩიპების მაღალი ფასებითა და მწვანე რეგულაციებით. ჩვენ პატრიოტებს გსურს ევროპა, რომელიც მუშაობს, აწარმოებს, ვაჭრობს და კონკურენციას ეწევა. ჩვენ მოვითხოვთ ხელმისაწვდომ ენერგიას, დაბალ გადასახადებს, ნაკლებ რეგულაციასა და პატივისცემას მათ მიმართ, ვინც სამუშაო ადგილებსა და კეთილდღეობას ქმნის. მთელ ევროპაში პატრიოტული პარტიები ყოველდღიურად ძლიერდებიან. საფრანგეთიდან იტალიამდე, ნიდერლანდებიდან პორტუგალიამდე, ჩეხეთიდან ესპანეთამდე მილიონობით ევროპელი ირჩევს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც იცავენ ერებს, საზღვრებს, ოჯახსა და მშვიდობას. ეს არ არის დროებითი პროტესტი, ეს არ არის შემთხვევითობა, ეს ევროპული გამოღვიძებაა. მიზეზი მარტივია. პატრიოტები ებრძვიან იმ რეალურ საფრთხეებს, რომლებიც ევროპის წინაშე დგას. ბრიუსელის ელიტა გვარწმუნებდა, რომ მასობრივი მიგრაცია გარდაუვალი, სასარგებლო და შეუქცევადი პროცესი იყო. მათ გახსნეს საზღვრები და შედეგები უგულებელყვეს. ევროპელი მოქალაქეები უნდა შეგუებოდნენ კრიმინალის ზრდას, პარალელური საზოგადოებების ჩამოყალიბებასა და საკუთარი კულტურული იდენტობის ეტაპობრივ დაკარგვას. ეკონომიკასა და ომის საკითხებში პოლიტიკური ელიტა ჩაფლავდა. თუმცა კურსის შეცვლის სანაცვლოდ იგი თავს ესხმის ყველას, ვინც ალტერნატივას სთავაზობს. ისინი გვრიცხავენ კომიტეტებიდან, ქმნიან კოალიციებს არჩევნებში გამარჯვებულების წინააღმდეგ და აცხადებენ, რომ თითქოს დემოკრატიას იცავენ. სინამდვილეში კი ხალხის დემოკრატიულ ნებას უგულებელყოფენ. ევროპელი ხალხი იღვიძებს. მათ ესმით, რომ ტრადიციული მემარცხენე და ტრადიციული მემარჯვენე ცენტრისტული ძალები იმავე ბრიუსელის სისტემის ორ ფრთად იქცნენ. პატრიოტები ამ სისტემის ოპოზიციაა. ჩვენ ვაშენებთ ძლიერი და სუვერენული ერების ევროპას. ევროპას, რომელიც იცავს თავის საზღვრებს, თავის მრეწველობას, თავის შვილებსა და თავის მომავალს. ევროპას, რომელიც პატივს სცემს თავის ქრისტიანულ მემკვიდრეობას და პოლიტიკურ ძალაუფლებას უბრუნებს თავის მოქალაქეებს. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.